პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რუსეთთან და რუს ხალხთან გქონდეს ნორმალური და კეთილმოზებლური ურთიერთობები, როგორც ეს აღნიშნა ასევე ბატონმა ლავროვმა და რასაც მივესალმებით. ჩვენ იცით, რომ გვაქვს კარასინი აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით გარკვეული დადებითი შედეგების მიღწევა, მათ შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით. ამასთან ერთად მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ღიად რუსული ბიზნესისათვის და ხალხთაშორისი ურთიერთობებისათვის. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნოს, რომ სამწუხაროდ ჩვენს სურვილს გქონდეს ნორმალური და კეთილმოზებლური ურთიერთობები ხელს უშლის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც დღეს ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ, გამოდევნილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ვერ ხდება ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით შექმნილი არის მოგეხსენებათ საერთაშორისო დისკუსიის შენების ფორმატი, რომელშიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები. ჩვენთვის ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა კონფლიქტის მეორე მხარის მიერ და მათი პოზიციების გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება თქვენ დასმულ კითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესაძლო შეხვედრა, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები და იქნება შესაბამისად მომზადებული.